მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან უღრმესი მადლობა რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი იმისთვის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კადო შეგახსენებთ რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ WhatsApp-ზე და Telegram-ში მითითებულ ნომერზე რომელსაც ვიდეოების ქვემოთ ვთითებ რაც შეეხება დღევანდელ გაშლას დღევანდელ გავაკეთე ისეთი პარტნიორულ ურთიერთობაზე ეს ყველაზე საინტერესოა ხოლმე ნახოთ ფიქრი გრძნობა და სავარაუდო მოქმედება პარტნიორის რას იმოქმედებს ვარიანტი იქნება ერთი ამიტომ დააკვირდით სიგნიფიკაციას რა ურთიერთობა ამოვა ნახოთ ახლა რა ეტაპზე რა ურთიერთობაში ხართ რა ხდება თქვენ შორის და იმის მიხედვით მე გავარკვიოთ მისი ფიქრები გრძნობები და რა თქმა უნდა სავარაუდო მოქმედება თქვენს მიმართ ნახოთ რა ურთიერთობა გაქვთ საკმაოდ ემოციური ურთიერთობა არის რომელიც ცოტა ბევრ სევდას მოიცავს ხო მოდით ესე ვიტყოდი რომ აქ არის ურთიერთობა რომელიც შეიძლება ითქვას რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის თქვენთვის ძალიან დიდ ემოციას და ენერგიას დებდიჩი ამ ეტაპზე გვაქვს ურთიერთობა აშკარად ცოტა გაურკვევლობაში შესაძლებელია რაღაც მომენტში იყოს სამკუთხედი სიტუაციაც არ ვიცი რატომ ვიღაც ესე მიჩანს რომ აქ შესაძლებელია რომ იყოს რაღაცა ესეთი მესამე პირები ურთიერთობაში ურთიერთობა არის საკმაოდ კარმული საკმაოდ ესეთი დაუმთავრებელი შეიძლება ითქვას, არ ვიცი, აქ წლების მანძილზე მიმდინარეობს შეიძლება ეს ურთიერთობა და არც მთავრდება და არც რაღაცა საბოლოო შედეგებს იღებთ, ესე რომ ვთქვათ. თქვენ ძალიან ემოციით ხართ ამ ურთიერთობასთან მიმართებაში, შეიძლება ითქვას, რომ აი რაღაცა რო არ უნდა ადამიანს გაუშვას ხელიდან, ხო? აი გაუშვას ხელიდან რა მომენტია, აი იმდენი ჩადებული წლები, იმდენი რაღაცა ენერგიები, რომელიც ვთქვათ, გაქვთ, ხო, აქ ჩადებული. ეხლა ვიტყოდი, რომ ურთიერთობა არის რაღაც კონფლიქტურ სიტუაციაში, შეიძლება კომუნიკაციაც არ ქონდეთ ერთმანეთთან, მაგრამ ურთიერთობა არის ძალიან ესეთი კარმული, ხო? ანუ რაღაც მომენტში ვერ თვითონ ვერ გიშვებთ, ესე შეიძლება ითქვას, იმდენად ემოციურად არის თქვენს მიმართ. კარგით, მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში. იცით როგორი მომენტი არის, ადამიანი ფიქრობს იმას, რომ სულ რაღაცა კარგი იყო თავიდან, როდესაც ურთიერთობა დაიწყეთ. Ну, როგორც ჩანს, აქ სამკუთხედი ურთიერთობა არის. და ნახეთ როგორი მომენტია. ადამიანი თვლის თქვენთან მიმართებაში, აი ფიქრის მდგომარეობა, რომ ძალიან კარგი იყო წარსული, მაგრამ მომავალს და გაგრძელებას ნამდვილად ვერ ხედავს ეს ადამიანი თითქოს, ხო? აქ რაღაცა ხდება, რომ უნდა შეცვალოს სიტუაცია, უნდა რაღაცნაირად გამოასწოროს, შეიძლება თქვენთან გამოასწოროს, შეიძლება საერთოდ დაასრულოს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და რაღაცა განხეთქილების წინაშე ხართ და ну აქ როგორც ჩანს გავიდა ადამიანი უკვე რაღაცა საფიქრალად შეიძლება ესეც ითქვას. რას ფიქრობს? იმას, რომ აქ ესე როგორც იყო ვეღარ გაგრძელდება, არის რაღაცა შესაძლებელი სიტუაცია, შესაძლებელი მდგომარეობა, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ აქ ყველაფერი შეიძლება დასრულების მდგომარეობაც იყოს, იმიტომ რომ ნახეთ მართალია მტკივნეული დასასრულია, მართალია არც ისეთი სასიამოვნო მომენტი იქნება ამ თვითონ კონკრეტულად ამ ადამიანისთვისაც ესე შეიძლება ითქვას, მაგრამ იმას ზუსტად ხვდება, რომ სადღაც უნდა დაასრულოს, ხო? ანუ ან ერთთან, ან მეორესთან. ყოველ შემთხვევაში აქ აშკარად ადამიანს აქვს ის მომენტი, როდესაც წინ ვერ ხედავს სიტუაციას, მაგრამ ზუსტად იცის, რომ რაღაცა უნდა მოაგვაროს. აი, როგორი მომენტია, იცით, რომ არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ რაღაცა რა უნდა გავაკეთო, აი ეს ვიცი. აი, ეს ზუსტად ეს მომენტია ადამიანს. კარგი. ცოტა უცნაურია. რას გრძნობს თქვენს მიმართ გრძნობები? მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენ მისთვის ნამდვილად მთლიანობა ხართ, სამყარო ხართ, თქვენ ამ ადამიანისთვის ძალიან
ბევრი საინტერესო რამ გაქვს ნასწავლი შეიძლება ითქვა, შეიძლება საერთოდ ურთიერთობებიც თქვენთან ერთად ისწავლო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მანამდე ყავდა მეუღლე ამ ადამიანს, რატომღაც ესე ჩანს, რომ თითქოს არ იცოდა რა იყო ურთიერთობა, არ იცოდა რა იყო თქვათ ურთიერთდამოკიდებულება, ხო, მარტო ერთი მხარე იყო, შეიძლება აქ რაღაცა ისეთი თქვენგან ძალიან ბევრი ცოდნა მიიღო. ნუ შეიძლება ეს მარტო ურთიერთობების არ არის, ხო, რაღაცა შეიძლება რაღაცა ასწავლეთ ისეთი, რომელიც გამოადგა მერე თქვათ საქმიანობა თუნდაც. თქვენ ამ ადამიანებს აჩვენეთ რა არის თავისუფლების სიამოვნება, ესე რომ ვთქვათ, აი, როდესაც ადამიანი არის გახსნილი სიტუაციურად, ხო, აი, გახსნილი შინაგანად, როდესაც შეუძლია საუბარი, როდესაც შეუძლია რაც ისეთი მომენტები. რას ფიქრობს ეს ადამიანი კი არა და რაც გრძნობს თქვენთან მიმართებაში. ეს ადამიანი მე ესე ვიტყოდი, რომ გრძნობს ძალიან დიდ ემოციებს თქვენთან მიმართებაში, ძალიან დიდ სიყვარულსაც ვიტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ცოტა ესეთი მომენტი თქვენთან ეს არის მყარად, ის არის სტაბილურად, ესე რომ ვთქვათ, ხვდებით, ანუ მისი გრძნობები რაღაც მომენტში არის სტაბილური თქვენთან მიმართებაში. ხო, აი რაღაცა შეიძლება შინაგანად გებრძოდეთ კიდევაც და არ ამბობდეს კიდევაც და ფიქრობდეს იმას, ანუ გაფიქრებინოთ ის მომენტი, რომ საერთოდ თქვენს მიმართ ინტერესი აღარ არის ან რაღაცა ისეც გეუბნებოდეთ, მაგრამ შინაგანად ამ ადამიანს ნამდვილად აქვს თქვენს მიმართ რაღაც ისეთი სიყვარულის ენერგია, რომელიც ესე მარტივად შესაძლებელი და მარტივად გადასაგდები არ არის, იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდი ბრძოლა გამოიარეთ შეიძლება ერთმანეთთან სანამ საბოლოო ჯამში ეს ადამიანი გაიხსნა, სანამ საბოლოო ჯამში ამ ადამიანმა რაღაცა შეიგრძნო, რომ ურთიერთობა ორმხრივია, ხო, რაღაცა შეძლო საუბარი თავის თავზე, ესეც შეიძლება ითქვას. აქ მოკლედ ყოველ შემთხვევაში თქვენს მიმართ ამ ადამიანს მე ესე ვიტყოდი, ნამდვილად აქვს გრძნობები, შეიძლება კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ არ გიმჟღავნებდეთ, არ ამჟღავნებდეთ ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ასეთი მას გრძნობები ნამდვილად გააჩნია. კარგი, ნახოთ რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებაში. მისი სავარაუდო გეგმები. მისი გეგმები დაფარულია ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ხვდება, რომ გასასვლელია ამ სიტუაციიდან, რაღაც ძალა აქვს მოსაკრეფი იმასთან მიმართებაში, რომ შეცვალოს ყველაფერი. გეგმებთან მიმართებაში ნახეთ, როგორი მომენტი აქვს ამ ადამიანს რაღაც მომენტში, შეიძლება ითქვას, თქვენთან ერთად წასვლა სადმე მაინც ვიტყოდი, რომ კი, ნამდვილად ფიქრობს ეს ადამიანი რაღაცა გაახლებას ურთიერთობისას, ანუ ნახეთ, თუ აქ უკვე კონფლიქტური სიტუაცია, ან გეგმებში აქვს ის მომენტი, რომ ურთიერთობა გაახლოს. ამ წუთას ესე ვიტყოდი, რომ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა აქვს თქვენთან მიმართებაში, აქვს ძალიან დიდი ცდუნებების მომენტი, აქვს თქვენს მიმართ, ესე რომ ვთქვათ, ვნებაც, შესაძლებელია რაღაც მომენტში ბრაზიც გქონდეს თქვენთან მიმართ, თქვენზეც და თავის თავზეც, ესე ვიტყოდი. და ძალიან ბევრს ფიქრობ თქვენს ურთიერთობაზე, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტი გეგმაში რა აქვს, მე ესე ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე ამ ადამიანს ისევ აქვს გეგმაში ის მომენტი, რომ აი რაღაცა დაფარული ურთიერთობა კვლავ გაგრძელდეს და კვლავ იყოს ესე როგორც არის, ხო, რაღაცა რადიკალური ცვლილებების მომენტი ნამდვილად არ ჩანს, რომ რაღაც რადიკალურად უნდადეს. ადამიანს უნდა ისევ, რომ ბედნიერი იყოს, ისევ რაღაცა ემოციები ქონდეს, მაგრამ ეშინია ამ სამკუთხედის გახსნის. ეშინია იცით როგორი მომენტი, აი რაღაცნაირად ადამიანს ეშინია რაღაცა წინ წამოწევა ამ ყველაფერთან საუბრის, რატო ეშინია? იცით რა მომენტი არის, ვერ აქვს ჯერ გადაწყვეტილი ბოლომდე და არ აქვს გადაწყვეტილი უბრალოდ ბოლომდე როგორ უნდა მოახერხოს და როგორ უნდა დაალაგოს სიტუაცია და იმიტომაც ვერ
ბრისკავს იმას, რომ ურთიერთობა ღია და ფართობად შესაძლებელია. ნახეთ როგორი მომენტია. იქიდან გამომდინარე, რომ ახანეს ადამიანი თulis იმას, რომ თქვენს მიმართ დამალოს გზნობები, რეალური გზნობები, რაც აქვს თქვენთან მიმართებაში, არის ეს მომენტიც, რომ ნახეთ, იმიტომ მალავს, რომ ჯერ ბოლომდე არ არის თავის თავში ჩამოყალიბებული თლად როგორ არის საკითხი, ხო? აი თლად როგორ უნდა დაალაგოს ეს მომენტები. ძალიან ნელა მოქმედებს ადამიანი. მე ესე ვიტყოდ, რომ შევაქ რაღაცა წლების მდგომარეობაც არის. არც წვადის დაწვა გვინდა, არც შამფურის დაწვა გვინდა. ანუ ამ ეტაპზე დროის ფაქტორი არის და რას გეგმავს იმას, რომ რაღაცა დროის ფაქტორი შეიმუშაოს, წინ კიდევ გაწელოს, ესე რომ ვთქვათ, ვიტყოდი იმასაც, რომ ანუ რას გეგმავს ამ ეტაპზე მატერიალური კუთხით უნდა ადამიანს, რომ დაალაგდეს, ცოტა არ იყოს და იქნება манипуляტორული მომენტები და ტყუილების მდგომარეობაც, არ იქნება ისე რაღაცა ბოლომდე გახსნილი, შეიძლება იცით რა მომენტიც არის კიდე რომ თქვენთან იმდენად გაიხსნა, რომ უკვე ცდილობს რომ თავის რაღაცა დამალული შინაგანი მდგომარეობები დამალოს და რაღაცა მოიტყუოს, ხო, თქვათ თუ არის თქვენთან ბედნიერი, ნუ არ გაამჟღავნოს ეს მომენტი, არ გაამჟღავნოს, იმიტომ რომ უბრალოდ მერე თქვენ არ უთხრათ, ხო, თუ ხარ ბედნიერი, მაშინ რატო არ გინდა ჩემთან ყოფნა, ხო, არის ეს მომენტებიც. კიდე რაც გეგმავს თქვენთან ну გეგმების მომენტები არის ის მომენტი რომ ნახეთ გეგმების მომენტებში არის ის მომენტი რომ ამ ეტაპზე არ არის მზად რაღაცა კონკრეტულისთვის ერთადერთი გეგმა რაც არის რომ შეინარჩუნოს მაქსიმალურად ეს სამკუთხედი ურთიერთობა შეინარჩუნოს მაქსიმალურად თავისი манипуляტორული მომენტებით ან სანამ ფეხზე დადგება სანამ მატერიალურად კარგად იქნება სანამ ბოლომდე გაანალიზებს რომ ნამდვილად თქვენთან უნდა ყოფნა და იქ აღარ უნდა ყოფნა ხო აი რაღაც ეს მომენტი აქვს ადამიანს კარგით რამე კონკრეტულ ნაბის თუ გააკეთებს უახლოეს პერიოდში ხუთიან პენტაკლები ოთხიან არა სამწუხაროდ რამე კონკრეტულ ნაბის ნამდვილად არ გააკეთებს ეს ადამიანი ესე ვიტყოდი ერთადერთი ის არის რომ უბრალოდ ეცდება თქვენთან კომუნიკაცია აღადგინოს და ერთადერთი რომ თქვენთან ურთიერთობა დაალაგოს იმიტომ რომ არის ის ბოლომდე რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ასე რომ აქ როგორი მომენტია იცით რომ კონკრეტული ნაბიჯები როგორც ასეთი რა თქვენს ურთიერთობასთან მიმართებაში რომ აი მე გადავწყვიტე რომ ეს გავაკეთო და დღეიდან ჩვენ ერთად ვიქნებით ან დღეიდან რაღაცა ისე იქნება ესე ნამდვილად არ არის სამწუხაროდ აქ უბრალოდ ურთიერთობა ენდომება შეხვედრები ენდომება რაღაც სასიამოვნო ვახშამი ენდომება მაგრამ იგივე ფორმატში რა ფორმატშიც იმყოფებოდით აქამდე ხო იგივე ფორმატით ისევ დამალული ისევ დაფარული ისევ რაღაცა პირობებით ისევ დაპირებებით ესე რომ ვთქვათ ხვდებით ანუ აქ როგორც ასეთი ქმედებას ну ვერც ახერხებს რა როგორც ასეთ შეიძლება რატომ მოდის ესე ვკითხოთ რატო ვერ ახერხებს მიიღოს გადაწყვეტილება რატო ვერ ახერხებს რომ მიიღოს გადაწყვეტილება უჭირს წასვლა მოდით ესე ვთქვათ, ნახეთ, შესაძლებელია ეს ადამიანი იქაც რაღაცა მომენტში არის კომფორტის ზონაში და მთლად ისეც არ არის, რომ რატო უჭირს, ну, ოჯახის არკანი. Ну, პირველ რიგში იმიტომ უჭირს, რომ აქ შესაძლებელია, რომ, ну, ოჯახურად მატერიალური მდგომარეობა ერთობლივი აქვთ მეუღლეებს
და ვთქვათ თუ წამოვა იქედან ყველაფერი უნდა დატოვა შეიძლება რაღაც მომენტში ან გასაყოფი იქნება და გაყოფის შემდეგ არც ისეთი კარგი პერიოდი დაუდგება ერთი მატერიალური მეორე ის მომენტი რომ იქაც კომფორტულად არის ადამიანი და იქაც რაღაც სიმშვიდეს პოულობს და აქვს თავისი რაღაც ადგილი ვთქვათ ხო სივრცე ნუ იგივე შვილებთან კომუნიკაცია იგივე რაღაც ანუ აქვს იქ რაღაც ესეთი სიმშვიდის მდგომარეობა რის გამოც ადამიანი ვერ იღებს ბოლომდე აჰა იმპერატორიც ხო ანუ აქ ადამიანს აქვს თავისი რაღაცა შექმნილი სივრცე იმ ოჯახშიც და თუ სურო აი დაჭმული ქონდეთ და ყავდეთ ერთმანეთი მაინც ახერხებს იქ რაღაცა სტაბილ სიმშვიდის მოპოვებას ხო იმიტომ რომ იქ ნუ შვილები არიან იმიტომ რომ იქ უკვე მიჩვეულია იმიტომ რომ ის უკვე შეიძლება რაღაცა მის ორგანულად არის ხო ადამიანში ახლა მთელი ცხოვრება თუ კონფლიქტურად ცხოვრობს ადამიანი უკვე ის ორგანიზმი მე მგონი თვითონვე ითხოვს ამ კონფლიქტებს და სულაც არ უნდა რაღაცა მაინდა-მაინც ძალიან დიდი ცვლილებების მდგომარეობა ხომ ხო აი აქ ეს მომენტი არის ემოციები სიყვარული გრძნობები აქვს რომელსაც დამალავს და დაფარავს იმიტომ რომ არ უნდა ღიად გამოჩენა იმიტომ რომ მე თქვენ შეიძლება მოსწყობოთ რომ თუ გიყვარვარ მე და იქ აღარ გინდა ყოფნა და არ გიყვარს არავინ რატო შერდები და რთული პასუხები რთული იქნება მეორე მომენტი არის რომ ფინანსური პრობლემების მდგომარეობაზე რომელიც შესაძლებელი ოჯახთან დაკავშირებული იყოს და თქვათ თუნდაც დაბალი ხელფასი აქვს და თუ ალიმენტის მდგომარეობა დაეწესება შესაბამისად რა თქმა უნდა ნაკლები ექნება შემოსავალი იმის რომ თქვენთან მომავალი შექმნას და აი ეს მიზეზები მოკლედ აქვს ამ ადამიანს და შესაძლებელია ის რაღაცა დისტანცირებაც ის რაღაცა გასვლაც კამათიც ჩხუბიც რომ რაღაც ესეთი მომენტები მაგიტომაც მოსდის ხო ნუ აი იმიტომ რომ ვერ გააკეთებს რაღაცებს ვერ შეცვლის ესე მარტივად ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება ამიტომ ერთადერთი რაც არის მის გეგმებში ესე რომ ვთქვათ გეგმებში არის ის რომ შეინარჩუნოს მაქსიმალურად თქვენთან ურთიერთობა და შეინარჩუნოს ისევ იმ ფორმატით ხო დაფარული ფორმატით სადაც ნუ შეხვდებით ემოციებს გაცვლით რაღაცა დაპირებებს მიიღებთ და ნუ თუ თქვენთვის არის ის მომენტი რომ დაელოდოთ ნუ შეგიძლიათ დაელოდოთ ხო ყველას აქვს თავისი სურვილი თავისი რაღაც განცდა ყოველ შემთხვევაში თუ ხართ მზად იმისთვის შეგიძლიათ მოდით ერთი არკანით რას გირჩევთ თქვენ სამყარო ერთი არკანით თქო მაგრამ მე მეორეც ამოვიყვანე ესე რომ ვთქვათ ნახეთ მე ესე ვიტყოდი რომ სამყარო გირჩევთ იმას რომ ძალიან დიდად ილუზიებში ნუ გადავარდებით ცოტა უფრო მეტად რეალობას უფრო კარგად შეხედეთ ესე რომ ვთქვათ რეალობა უფრო კარგად დაინახეთ იმიტომ რომ ადამიანი თუ 4 და 5 წელიწადი არ ცვლის არანაირად ესე ვთქვათ ამ ურთიერთობის სცენარს დამჯერეთ არც 5 წლის მერე არ შეცვლის არანაირად სცენარს ანუ იმდენად მიგაჩვევთ ამ სიტუაციას რომ საბოლოო ჯამში თქვენც გექნებათ მიჯაჭვულობის მომენტი თქვენც გაგივათ წლები და ნუ იტყვით რომ აი ხა ამდენი წლის მერე რაღაც უნდა დავკარგო რაღა აზრი აქვს ხო კიდე ახალი თავიდან ურთიერთობა იმიტომ რომ წლები გვემატება იმიტომ რომ რაღაცა იცვლება და შესაბამისად ნუ აწი უკვე რაღაცა უნდა შევცვალო სიტუაცია ნუ რაც არის ეს არის ხო მივყვები ურთიერთობას ნუ რაღაცა თან ასე თუ ისე ამდენი წელი რაღაც კომფორტული მაინც მომცა ხო ეს თუნდაც ის კომფორტი რომ მე რაღაც მიყვარდა და ემოციებს ვდებდი შეგნით ხო რაღაცა თუნდაც ამდენი ენერგია მივეცი ხო რაღაცა მიყვარდა უბრალოდ სიყვარულის ენერგია ხო რაღაც ესეთი მომენტი აქ სამყარო გეუბნებათ რომ კარგად შეხედეთ ყველაფერს კარგად დააკვირდით ყველაფერს ინფორმაციას რომელსაც გაწვით ადამიანი და რომელიც მანამდეც მოგაწოდათ და რა შეასრულა და რა ვერ შეასრულა თუ ვერ კი არა და არ შეასრულა კარგად შეხედეთ ამ ყველაფერს ისიც კარგად გაანალიზეთ რამდენად არის შესაძლებელი რომ ნუ კი არის ხომ ეგეთი მომენტები რომ გავა რაღაცა
ბავშვები შვილიშვილები რო ეყოლებათ ხოლმე არის ეგეთი შემთხვევებიც რომ მე მაინც დგავენ ამ ნაბიჯს უკვე შვილიშვილები ყავთ და აი ამდენი წელიწადის მერე გადმოდგავენ ნაბიჯს არის ეგეთი მომენტებიც ნუ ახლა უკვე თქვენზეა დამოკიდებული თქვენ რამდენად გინდათ ეს ყველაფერი რომ ისე იყოს ხო ამიტომ კარგად გაანალიზეთ რამდენად შეძლებს ეს ადამიანი რაიმე კონკრეტული შემოთავაზებას თქვენთან მიმართებაში, ხო? კონკრეტული შემოთავაზებას, ოღონდ ეს შემოთავაზება არ უნდა იყოს სიტყვით, ეს უნდა იყოს ქმედით უნარიანი, ხო? ანუ უნდა უბრალოდ ქმედება გააკეთოს თითოეული ნაბიჯი, თუ რა ვიცი, პატარა მინიმუმ პატარა ნაბიჯები მაინც იმისთვის, რომ თქვენ დარწმუნდეთ, რომ ეს ადამიანი აპირებს თქვენთან რაღაცა სერიოზულ საბოლოო ჯამში თქვენთან დარჩენას, ხო? სერიოზულ ურთიერთობას. და აი ამითი გაანალიზეთ თქვენ თვითონვეო აი ესე ამბობს ძალიან ილუზიებშიც ნუ იცხოვროთ ხო ცოტა უფრო მეტად მკაფიოდ შეხედეთ ამ ყველაფერს აი ესეთი რჩევა აქვს ტაროს მე გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობებს რა თქმა უნდა თითოეულ თქვენთაგანს გისურვებთ იმას რომ ყველა თქვენი ოცნება ასრულებულიყო არ ვიცი ვისაც რეზონირს და ვიცი რომ დაწერთ და მადლობა იმისთვის რომ კომენტარებს ყოველთვის მიტოვებთ ძალიან სასიამოვნოა ყველა კომენტარს ვკითხულობ ხოლმე და გიგულებთ ესე რომ ვთქვა და კიდევ ერთხელ ბედნიერება თითოეულ თქვენთაგანს და შეგახსენთ რომ პირადი დიაგნოსტიკისთვის უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებებში და მერე შევთანხმდებით რა როგორ ანაირად დროებით